მოგესალმებით აპოვენო სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი შემოგთავაზოთ და მოვამზადებ კარტოფილს ხუმელში. კარტოფილთან ერთად მოვამზადებ ძალიან გემრიელ ნივრის და არაჟნის соуს. ახლა კი დარჩეთ ჩემთან და მოვამზადოთ გემრიელი კარტოფილი არაჟნის соусით. და მოსამზადებლად ჭირდება დაახლოებით 2 კილოგრამი კარტოფილი. ეს ცოტა ახალი კარტოფილი, რომელსაც მე არ გავფრთხნი, არამედ კანს დავტოვებ ზედ. თქვენ დაუკვირდით თქვენს კარტოფილს, თუ ძველი კარტოფილია, მას კანი უნდა გააცოლოთ აუცილებლად. გჭირდება 1 ჩაის კოვზი დაფქული ბულგარული წიწაკა, ეს არის ტკბილი წიწაკა, თვიმიან გემოვნებით, დაახლოებით 5-6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი გემოვნებით და შავი პილპილი გემოვნებით. მე ახლა გავრეცხავ კარტოფილს კარგად. ჩემი კარტოფილი უკვე გაირეცხა, ახლა კი შევამშრალებ. კი მოვამზადებ მარინადს, რისთვისაც დავჭრი ჯერ თვიმიანს. მარინადს მე მოვამზადებ ღრმა ჭურჭელში. მოვათავსებ ტკბილ წიწაკას. ზეითუნის ზეთი. შავი პილპილი. გემოვნებით რა თქმა უნდა. და შემდეგ მარილი. დავმატებ ჩემს თვიმიანს და მოვურევ კარგად. ახლა დავჭრი კარტოფილს, ჯერ გავჭრი შუაზე და შემდეგ მე როგორც ხედავთ ეს სიგრძეზე დავჭრი. გამოდის ესეთი კარტოფილი და როგორც ხედავთ მე კანი არ გამიცლია. ოღონ თვიმიანი აქვს. ისევ ძალიან მარტივია ესე კარტოფილის დაჭრა. რაც ზედმეტი აქვს მოვაცალეთ კარტოფილს. ეს გადავიტან რა თქმა უნდა. მარინადში. კარტოფილიც გადავიტანოთ. და ახლა ამოვრივოთ კარგად ისე რომ მარინადი მოხდეს ყველგან. კარტოფილს რა თქმა უნდა. კარტოფილმა რომ მარინადი უფრო კარგად შეიწოვოს, გავაჭრებ დაახლოებით 9 საათი და მოვათავსებ მაცივარში. გადავაფარებ რა თქმა უნდა თავზე. კარტოფილისთვის მე მოვამზადებ ნივრის соуს, რისთვისაც ჭირდება დაახლოებით 200 გრამი არაჟანი, 100 გრამი მაიონეზი, 2 ტკბილი ნიორი ან გემოვნებით, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ლიმონი ნახევარი, შავი პილპილი და მარილი. და ოხრახუში გჭირდება კიდევ რამოდენიმე ხეივი. ინგრედიენტებს მოვათავსებ მე ახლა ჩემს ჭურჭელში, თაში. როგორც არის არაჟანი, მაიონეზი, ნიორი, გემოვნებით გავუკეთებ ნიორი.
დავუმატებ ლიმონის წვენს. გემოვნებით, რა თქმა უნდა. შავ პილპილს. შაქარს. შემდეგ მარილს. წვანილს. მოურავთ კარგად. გასინჯეთ მარილი აუცილებლად როგორ ექნება. და შავი პილპილი. გასინჯეთ აუცილებლად თქვენი გემოვნებით დავუმატეთ. სოუსი მზად არის და გავაჩერებს უცოტა ხნით მაცივარში. დავუმატე კიდევ შავი პილპილი, რადგან მქონდა ცოტა. ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა მაცივარში. თავდახურული, რა თქმა უნდა. და რასაც მე დავამატებ კიდევ ეს არის როგორც ხედავთ ესეთი დაფქული ნიორი. რა თქმა უნდა ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ ძალიან გემრიელს ხდის შემდეგ. დავამატებ მე გემოვნებით. როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის დაფქული ნიორი. ამოვურევ კიდევ ერთხელ კარგად. დავალაგებ ჩემს ფორმაზე, რომელზეც როგორც ყოველთვის ვიდევს გამოსაცხობი ქაღალდი, რომ ჩემი გამოსაცხობი ფორმა ძალიან არ დაისვაროს. დაალაგეთ სათითაოდ ერთმანეთის გვერდზე. და თუ კი მაგალითად მოგჩათ კარტოფილი და არ გაქვთ ადგილი აქ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოათავსოთ ტაფაში და შეწვათ, არის ძალიან გემრიელი ტაფაში შემწვარი. ზემოდან კი წაუსმევ ისევ გამზადებულ მარინადს. და კარტოფილი უნდა მოვათავსოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია. ჩაორთეთ ზემოთა და ქვემოთა წვა. კარტოფილი უკვე მზად არის, ახლა კი დროა, რომ მოვაყაროთ მარილი. მარილთან ერთად შეგიძლიათ მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მაგალითად როგორც არის პარმეზანე და მოათავსოთ ისევ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი, არის ძალიან გემრიელი. ახლა კი გადავიღებ მე თეფშზე და დავალაგებ ზედ. მარილი გასინჯეთ აუცილებლად და თუ გინდათ ძალიან ხრაშუნა კარტოფილი. იმ შემთხვევაში უნდა შეწვათ ტაფაში, ან უნდა გაუკეთოთ ფრიტირება. ანუ ძალიან ბევრ ზეთში უნდა შეწვათ. კარტოფილი უნდა მიირთვათ ცხელი და ძალიან გემრიელია, მაგალითად ქათმის ხორცთან ერთად. და როგორც ხედავთ, ესე მივაჩვენ ქათმის ფრთებთან, ძალიან წვრილად დაჭერილი პომიდორი მაქვს კიდევ და არაჟნის და ნიურის ძალიან გემრიელი соуსი, ბარბეკიუ соуსთან ერთად. ჩემი ნიურის და არაჟნის соуსაც მოვათავსებ ახლა მე ჭურჭელში და გეტყვით რომ არის ძალიან გემრიელი соуსი, აუცილებლად მოსინჯეთ. და როგორც ხედავთ, ესე მარტივად მოვამზადეთ და სწრაფად ეს გემრიელი კარტოფილი ღუმელში. მის გემრიელ соуსთან ერთად, სალატთან ერთად. ქათმის ფრთები არ უნდა გამოგრჩეს, რა თქმა უნდა, რომ უფრო სრულყოფილი იყოს ჩვენი მენიუ. და შემწვარი ქათმის ფრთების ვიდეო რეცეპტს იხილავს ჩემს არხზე. მიირთვით აუცილებლად თბილი. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით.
რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში. თუ მოგეწონათ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იმისათვის რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები.